რჩევი მათ, ვისაც სურს რომ დაიწყოს ველოსიპედის სიარული. შემდეგი მთავარი ნაწილი არის როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი. ეს განისაზღვრება იმით, თუ სად აპირებთ გადაადგილებას. მაგალითად, ჩემი პირველი ველოსიპედი ვიყიდე იმისთვის, რომ მევლო როგორც ქალაქში, ისე მთაში. ამიტომ კარგი არჩევანი იყო იმ პერიოდში cross country სტილის ველოსიპედი, რომელსაც აქვს წინა ამორტიზატორი და მთაში დავდედი ძალიან კარგად. მათ შორის ქალაქში, სამსახურიდან სახლში, სავარჯიშოდაც ძალიან კარგი იყო და უფრო მეტ საშუალებას მაძლევდა ვიდრე რომელიმე კონკრეტული მიმართულების ველოსიპედი. თუმცა აქ ორი განსხვავება. ერთი არის cross country, რომელიც უფრო მეტად მთისკენ უფრო იხრება ვიდრე ქალაქისთვის. მეორე სტილი არის gravel, რომელიც ასევე გაძლევს საშუალებას, რომ იარო როგორც ქალაქში, ისე მთაში. თუმცა მთაში ისეთ რთულ რელიეფებზე ვერ ივლი და ივლი უბრალოდ გრუნტიან ტერიტორიაზე, მაგრამ გრძელ დისტანციებზე და ასფალტზე დაქრის. ჩემი სუბიექტური ჩავა იქნება ის, რომ თუ პირველი ველოსიპედია და გინდათ რომ შერეულად იაროთ ქალაქსაც და მთაშიც, იყიდეთ cross country სტილის ველოსიპედი, იმიტომ რომ ფაქტობრივად შევზღუდავები ხარ. თუ გინდათ რომ ყავდეთ ერთი ველოსიპედი და აიაროთ ყველგან, აირჩიეთ ეს სტილი.